მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს დღეს იურიდიული კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავდა. ამ პროექტით სუსტდება დაკავშირებული პირის ცნება და ასევე მცირდება პოლიტიკური პარტიებისათვის დაწესებული სანქციები. კანონში დაზუსტდება ფორმულირებები და ყველა დეტალი კონკრეტულად გაიწერება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ ხდომაზე იკრება. ცვლილებები ეხება გარკვეულ დაზუსტებებს სხვადასხვა ნორმაში, რაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით შეიძლება ბუნდოვანი ყოფილიყო. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების გატანის შემდეგ იგივე არსი დარჩება კანონში, რაც გულისხმობს პარტიების ფინანსურ გამჭვირვალეობას, რაც გულისხმობს სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა ხდება კანონის, მაგრამ ცალკეული ფორმულირებები დაზუსტება ისე, რომ გამოირიცხებოდეს სხვადასხვაგვარი წაკითხვა ამა თუ იმ ნორმას. ამ კანონზე და ზოგადად ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხანია მიდის მუშაობა, არის პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან, არის რაღაცა გარკვეული მოსაზრებები და უკვე იქნება ალბათ საპარლამენტო განხილვები და ბიურო ამ საკითხზე იმსჯელებს.